დღეს მართლმადიდებლობის ზეიმია, დიდმარხვის პირველი კვირიაკეა. თქვენ იცით, ჯერ კიდევ დიდმარხვის დაწყებამდე ეკლესია როგორ გონივრულად, როგორ ბრძნულად აწესებს თავის დღესასწაულებს, დაწყებული მეზღვერა და ფარისევლის კვირიდან მოყოლებით დამთავრებული თქვათ ადამის 60-დან გამოდევნით. ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე. დღეს პირველ კვირას ეკლესია მართლმადიდებლობის ზეიმს აღნიშნავს. თუ რატომ ამას თქვენ ყველაფერს მოხდებით? ეს ზეიმი დაწესდა მერვე საუკუნეში, როდესაც მართლმადიდებლობამ იზეიმა გამარჯვება ხატმებრძოლობაზე. თქვენ იცით, რომ საუკუნე ნახევრის განმავლობაში ხატმებრძოლი ეპისკოპოსები, პატრიარქები, იმპერატორები დევნიდნენ მართლმადიდებელ მღვდლებს, მართლმადიდებელ აღსარებლებს სასტიკად დევნიდნენ, სიკვდილამდეც კი მიყავდათ, ხოცავდნენ, კლავდნენ, თხოვდნენ ერთ რამეს ხატების შეურაცხყოფას, რასაც ისინი არ აკეთებდნენ და მეშვიდე მსოფლიო ომის შემდეგ და შემდგომ პერიოდში წმინდა დამცველების მიერ იქნა მოპოვებული და ღვთისკურთხევით იქნა მოპოვებული დიდი გამარჯვება ხატმებრძოლობაზე და ეს ზეიმი დაწესდა ხატების მებრძოლთა გამარჯვების აღსანიშნავად. მაგრამ აქედან მოყოლებული ყოველ დიდმარხვის პირველ კვირიაკეს მღვდელმთავარი გამოდიოდა ამბიონზე და კითხულობდა ანათემას არა მარტო ხატმებრძოლობის წინააღმდეგ, მწვალებლების წინააღმდეგ, არამედ ყველა მწვალებლის წინააღმდეგ. და იქ ჩამოთვლილი იყვნენ ყველა სახის მწვალებლები, ვინც იყვნენ. მთელი რიტუალი, ლოცვა. რა არის მწვალებლობა? მწვალებლობა ეს არის ძველი ქართული სიტყვა, განწვალება, რაც ნიშნავს განყოფა, ცალკე დგომას, ცალკე ყოფნას. მწვალებლობას ასევე მოიხსენიება როგორც ერეტიკოსები, ერესი, ანუ არასწორი სწავლების მატარებლები. რატომ ასეთი სიმკაცრე ეკლესიის მხრიდან, თქვათ, არასწორი სარწმუნოების ადამიანების მიმართ? ეკლესია ხომ, თქვათ, სიყვარულის, მიტევების განსახიერება უნდა იყოს. და ამ დროს დიდმარხვის პირველ კვირას, როდესაც პირდაპირ ეფრემასურის ლოცვები იკითხება, ვიძახით უფალო მაპატიე, თხოვ საკუთარი ცოდვების განკითხებას, არა განკითხვას, ამ დროს გამოდის მღვდელმთავარი და პირდაპირ ამბიოენ და იძახის ანათემა ყველა არასწორი სწავლების მასწავლებლებს. რაღაც შეუსაბამობა ხომ არ გამოდის? არა. ანათემა არის სწორედ ეკლესიის ანათემა სიტყვა ნიშნავს ეკლესიიდან მოკვეთას, განკვეთას. ეს არის უდიდესი სიყვარულის გამოხატულება. თქვენ იცით, როდესაც ადამიანი არის ავცნეული, მას ჯერ აძლევენ წამლებს, უსვავენ მალამოს, რომ წყლულები იქნებ მოურჩეს. თუ ამ წყლულმა დაიწყო ლპობა და თუ მან დაიწყო გავხსნა, ეს განგრენა შეიძლება მთელ ფეხზე გადავიდეს, შეიძლება კაცი მოკლას. ამიტომაც ამ საქმეში ერევა ქირურგი იღებს ბასრ დანას და აჭრის ფეხსtildeან. ეს სიყვარული არ არის ექიმის მხრიდან ამავატყოფისადმი? სხვა გზა აღარ არსებობს. შეგონება, მოფერება, თქმა აღარ ჭრის უკვე არაფერი. წამლები აღარ შველის ავანტყოფს, ამიტომაც მას ამ წყლულს და სიმსივნეს ამოუკვეთავე ხოლმე დანა. ამას თუ არ გააკეთებენ, კაცი შეიძლება დაიღუპოს და მოკდეს. ასევე როგორც სულიერი სნეულება შეეყრება ადამიანს, ანუ არასწორი სწავლების მიმდევარი გახდება, მას რა თქმა უნდა ეკლესია შეაგონებს, ეფერება, უხსნის, განუმარტავს, წმინდა წერილის თანახმად, მამათა სწავლების თანახმად, მაგრამ როდესაც უკვე შედეგი აღარ აქვს და ეს სწავლება უკვე ცალკე სახით ჩამოყალიბდება და პირიქით უკვე აქ ჩეტევაზე გადმოდის და ფაქტურად ჩამოცილებული ეკლესიას აი ესეთი სწავლების ადამიანებს მოიკვეთავენ ხოლმე ეკლესიისგან. ჩვენ ოპერაცია ვახსენეთ და ქირურგი ვახსენეთ, რომელიც ბასრი დანით, თქვათ, ზედმეტ ხორცებს, რომელიც უკვე გაფუჭებულია, დამპალია, ლპობას იწყებს, კვეთავს. აი წარმოიდგინეთ, ვინმე დანით რო ადამიანს ჭრილობა მიაყენოს ქუჩაში, დაიჭერებს. და ციხეში მიცემ, ჩასვენ, პასუხისგებაში მიცემ.
მაგრამ ქირურგს, რომელიც ამ დანით ადამიანს წყლულებს ამოუკვეთავს, ფულსაც უხდიან და მადლობასაც უხდიან. და ზოგჯერ ხელებს უკოცნიან ავადმყოფის პატრონები. იმის ნიშნად, რომ მან ოპერაცია წარმატებით ჩაატარა და მათი ავადმყოფი, რომელიც სასიკვდილოდ იყო განწირული, გადარჩა. აი ზუსტად იგივე ანათემა, როგორც სულიერ ასპექტში გადატანილი. ქრისტე ხო იძახის იმისი კი არ გეშინოდეთ, ვინც ხორცს აკლავს. იმისი გეშინოდეთ, ვისაც სიკვდილის შემდეგ სულის გეენიაში წაღებაში წაყვანა შეუძლია. ანუ უფრო დიდი საშიშროებაა სულიერი სიკვდილი და არა ფიზიკური სიკვდილი. არასწორი სარწმუნოება ადამიანს სულიერად დაღუპავს. არასწორი სარწმუნოებით ადამიანი ღმერთამდე ვერ მივა. არასწორი სარწმუნოებით ადამიანი სამოთხეში ვერ დაბრუნდება. სამოთხეში დაბრუნება სჭირდება სწორი ჭეშმარიტი სწავლება. ეს არის აუცილებელი პირობა. გახსოვთ, როდესაც იესო ქრისტეს ეკითხებიან, მასთან მიდის ერთი მდიდარი ჭაბუკი და ეუბნება, უფალო, სასუფეველი ცათა როგორ დავიმკვიდრო? და მას ხო არ ეუბნება, გიყვარდეს ღმერთი შენი ყოვლითა სულითა შენითა, ყოვლითა გულითა შენითა, ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა. ეს არის პირველი და მთავარი ცნება, იძახის იესო ქრისტე. და მეორე ამ მსგავსი ამისი, გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავის შენი და შენი მოყვასისათვის თავს დებდე და წირავდე. ანუ იესო ქრისტეს როდესაც ეკითხებიან, როგორ მოხდე უფალო სამოთხეში, მას ხო არ ორ პირობას აუყენებს. ერთია ადამიანსა და ღმერთს შორის სწორი ურთიერთობა და მეორე ადამიანებს შორის სწორი ურთიერთობა. ამ ორში მთავარი ყოფილა პირველი, რადგან მას ხო არ იძახის მეორე მსგავსია პირველისა. ანუ ადამიანსა და ღმერთს შორის სწორი ურთიერთობა განაპირობებს ადამიანის ცხოვრებას. ის რომ ადამიანი კეთილი უნდა იყოს, ყველას უნდა უცინოდეს და ეფერებოდეს, ეს ყოფილა მეორე. თუმცა ესეც მთავარი, მაგრამ პირველი მაინც ადამიანსა და ღმერთს შორის სწორი ურთიერთობაა. ეხლა განვიხილოთ ცალ-ცალკე თითოეული მუხლობრივად რას იძახის მაცხოვარი. გიყვარდეს ღმერთი ყოვლით და სულით და შენით, ეს არის, როდესაც ადამიანს პირველად შეეხება ღვთის სიყვარული და ადამიანი ემოციურად რაღაცნაირად სულიერად ზრობს, რომ რაღაცა სხვა რაღაცა ხდება მის თავს. ამის შემდეგ ეს ყველაფერი გადადის გულში. გიყვარდეს ღმერთი ყოვლით და გულით და შენით. ამის შემდეგ ადამიანი იწყებს გამოძიებას, კითხვებს ვავს, ეს რატოა ესე, ეს რატომ არის ესე, ეს რატომ არის ესე. ანუ გონებით იწყებს წვდომას ღვთისა და როდესაც ადამიანი ბოლომდე ჩაწვდება ღვთის სწავლებას სწორად, ანუ ყოვლით და გონებით შეიყვარებს ღმერთს, ხოლო ამის შემდეგ შეუძლია ადამიანს შეიყვაროს ღმერთი ყოვლით და ძალით. თუ ადამიანი ღვთის შესახებ სწორი ინფორმაციის ფლობელი არ არის, სწორი სწავლების მატარებელი არ არის, ანუ ღმერთი მას ყოვლით და გონებით სწორად არ უყვარს, ის ღმერთს ყოვლით და ძალით ვეღარ შეიყვარებს. მისი სიყვარული ღვთისადმი იქნება არასრულფასოვანი, არასწორი, კნინობითი. და პირველივე ცნება აღმოჩნდება დარღვეული. და ამგვარად ადამიანი თავიდანვე თავის თავს განაყენებს ღვთის სასუფეველს. თუმცა შეიძლება მას მოყვასი უყვარდეს როგორც თავისთვის და თავს წირავდეს მისთვის. ესე იგი ცხონებისათვის აუცილებელი ყოფილა ქრისტეს სწავლებიდან გამომდინარე, თავარი ყოფილა სწორი სარწმუნოება. ეხლა ნახოთ მაცხოვარი რას იძახის ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა ადგილას. იესო ქრისტე პირდაპირ ამბობს, რომ ყველა ცოდვა ეპატიება ადამიანს, მაგრამ სული წმინდის გმობა არ ეპატიება არც აქ, არც იმ სოფელში. მაცხოვარი იძახის, ჩემი შეურაცხყოფაც კი ეპატიება კაცს, სული წმინდის გმობელს არ ეპატიება არც აქ, არც იმ სოფელში და სული წმინდის გმობელი მიდის მარადიულ გეენიაში. აქ ლაპარაკია თუ შეუნანებელი გავიდა კაცი ამ ცოდვით. თუ შეინანა, ყველაფერი ეპატიება ადამიანს. მაგრამ თქვა კაცი სული წმინდის გმობით გავიდა ამ სოფლიდან. ეხლა სული წმინდის გმობა რა ცოდვაა, რა სახის ცოდვაა ეს? რატო ასეთი მძიმე? პირველი ეს გინება სული წმინდისა უშუალოდ ერთ-ერთი მისი გამოვლინება, მეორეა თვითმკვლელობაც ერთ-ერთი სული წმინდის გმობის გამოვლინებათაგანია და ჩვენს დროში ყველაზე მეტად გავრცელებული სახეობა სული წმინდის გმობისა ეს არის არასწორი სარწმუნოების მიმდევრობა, სახარების არასწორად განმარტება, არასწორი სწავლება სახარების. ჩვენ ვიცით რომ
და ეს იმდენად დიდი ცოდვა ყოფილა, რომ იოანე ღვთისმეტყველი თავის ეპისტოლეში პირდაპირ იძახის, რომ ამ ცოდვით თუ კაცი მოკდება, მისთვის არ ილოცო. იოანე მოციქული, რომელსაც სიყვარულის მოციქული ქვია. ბოლოში იოანე მოციქული ვეღარ ლაპარაკობდა, ვეღარ ქადაგებდა, მარტო ერთ რამეს იძახდა, გიყვარდეთ ერთმანეთიო. იგივე მოციქული იძახის, მწვალებელსა კაცსა გიხაროდეს ნუ ეტყვიო. და რომ მოკდებაო, მისთვის აღარ ილოცო. იოანე მოციქულზე მაგ ლაპარაკი, სიყვარულის მოციქულზე. და რატომ არის ახლა ესეთი მძიმე სულიწმინდის გმობა? ნახეთ, ჩვენ ვიცით, რომ რატომ არის მძიმე უბრალოდ სახარების არასწორად მიმდევრობა. ჩვენ ვიცით, რომ წმინდა წერილი დაწერილია სულიწმინდის კარნახით. ძველ აღთქმაში სულიწმინდა კარნახობდა წინასწარმეტყველებს და ისინი წერდნენ წმინდა წერილს, ახალ აღთქმაში მოციქულები წერდნენ. თითოეული წერტილი, თითოეული ასო, თითოეული მძიმე, ყველაფერი არის ღვთის ბრძანებით დაწერილი. ამიტომაც ასე კაცრად იძახის წმინდა წერილის ბოლო მუხლები, სახარება ესე თავდება იონეს გამოცხადება, ვინც ამ წიგნს ერთი იოტა მიუმატოს, იოტა არის ნახევარხმოვანი, თითქმის არაფერი. ის წყლულები მიემატოს, რაც ამ წიგნში წერია, ლაპარაკია სახარებაზე, სიხარულის მომტან წიგნზე. ამას ნიშნავს სახარება. ნახეთ როგორ თავდება. ვინც ამას რამე დააკლოს, სასუფევლის დიდებას დააკლდეს, უბრალოდ ვინც ამას ერთი წერტილი დააკლოს, სასუფევლის დიდებას დააკლდეს და მისი სახელი ამოშლილი იქნას ცხოვრების წიგნიდან. ნახეთ როგორი კაცრი განჩინებით თავდება ყველაფერი. წიგნი რომელიც გვეუბნება რომ შენი მოყვასისათვის, ანუ მეგობრისათვის სიცოცხლეს უნდა დებდე, ნახე როგორი კაცრად ამთავრებს არასწორი სახარების არასწორად მასწავლებლების შესახებ სწავლებას. ამიტომაც ის ადამიანები, ვინც სახარებას არათუ მძიმეს და წერტილს აკლებენ, არამედ სხვანაირად განმარტავენ მას, ისე არა როგორც ეს სულიწმინდა მოკარნახა, ჯერ წმინდა მოციქულებს და მერე წმინდა მამებს, რომლებმაც განმარტეს ეს სახარება. სოფლიო კრებებზე, ადგილობრივ კრებებზე, თავის ღვთისმსულიერ ნაშრომებში, არამედ თავისით განმარტავს ამას, ვევლინება სულიწმინდის მოწინააღმდეგე. ერთი წერტილიც რომ შეიცვალოს, ერთი ასოც, ერთი აზრიც, ეს უკვე არის ძალიან მძიმე დანაშაული. ერთი წვეთი შხამი, რო ჩაასხა 200 ლიტრიან კასტრში, წყლით სავსეში. მთელი წყალი არის უარგისი, გადასაყრელია. როდესაც სწორ სწავლებაში, ღვთის სწავლებაში შეურევ არასწორს, თუნდაც მცირეც, ეს მთელი სწავლება ხდება უარგისი. ნახეთ რა წერია სახარებაში, რომელმან არა ჯულიერად იღვაწოს, გვირგვინოსანი ვერ იქნებისო. ანუ აი დავიწყეთ, მივედით ახლა რატო აღნიშნავს პირველ კვირას წმინდა ეკლესია მართლმადიდებლობის ზეიმს. დაიწყო ღვაწლი, უზეთო მარხვა, პირველი კვირა, საჭმელი არა, წყალი არა, ღვინო არა, ყველაფერზე თავს ვიკავებ. მაგრამ ნახეთ რა იძახის წმინდა წერილი, ვინცო არა რჯულიერად იღვაწებს, ანუ რჯული სწორი არ ექნება და ისე იქნება ამ ღვაწლშიო, გვირგვინოსანი ვერ იქნება. ანუ დიდ მარხვა პირდაპირ გვაფრთხილებს, თქვენ თუ არასწორი საწმობა გეკნებათ საფუძვლად, გვირგვის ვერ მიიღებთ, ვერც აქ და ვერც სამოთხეში ვერ შეხვდით. აი ამიტომ არის მთავარი სწორი სარწმუნოება და ამოსავალი სწორი სარწმუნოება ცხოვრებისათვის. ესე იგი გამოდის, რომ ყველა არასწორი სარწმუნოების მიმდევარი ყოფილა სულიწმინდის გმობელი. ესე გამოდის. ანუ ყველა ვინც სახარებას არასწორად განმარტავენ, ვერ ცხონდებიან. ეს ეხება ლათინო პაპისტებს, დაწყებული კათოლიკებს, რომ ეძახიან თავის თავს, დამთავრებული ბოლო დღეს გაჩენილი პროტესტანტები. მონოფიზიტები ჩვენი მეზობლების ოლქები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ ხალხმა შეცვალეს სახარების სწავლება, შეცვალეს სახარებისეულის რისი შეცვლათ არ შეიძლებოდა და ისე დაიწყეს ამის ყველაფრის განმარტება და სწავლება. მათ უარყვეს მსოფლიო კრებებზე სულიწმინდით მამების მიერ დადგენილი კანონები, რომელთა შეცვლაც არ შეიძლებოდა. შეცვალეს ეს ყველაფერი, მოირგეს თვითონ როგორც უნდოდა და ამის გამო ისინი სულიწმინდის მოგებლებად მოგვევლინენ და ეკლესიას თავისთავად ჩამოაცილეს.
ის რომ არასწორი სარწმუნოებით ადამიანი სამოთხეში ვერ მოხვდება, ეს არც უნდა გაუკვირდეს ადამიანს. შენ თუ არასწორად იცი ინგლისური ან ამერიკის მოქალაქეობას მოგცევს ვინმე? არა. საფრანგეთის მოქალაქეობას მიიღებ ფრანგული თუ არ იცი? გერმანიისას მიიღებ გერმანული თუ არ იცი? და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შენ თუ ღვთის შესახებ სწორი სწავლება არ იცი, სასუფეველის მოქალაქე ვერ გახდები. ეს არის ელემენტარული ჭეშმარიტება. მეცას გეტყვით, აი ადამიანი საზღვარგარეთ რომ მიდის და პასპორტში, საბუთებში ერთი შეცდომა თუ ეკნა, ან ციფრი, ან ასო შეცვლილი გინა სახელში, გინა რაღაცა პასპორტის ნომერში, საზღვარზე არ გადაუშვება. უცხო ქვეყანა მას არ მიიღებს. ერთი მცირე შეცდომის გამო. და შენ როდესაც დროებით ყოფნაზე ლაპარაკ და შენ როდესაც მთლიანად სწავლებას სვლი, სასუფეველის საზღვარს გადახვალ? ვერ გადახვალ. ანუ შენ როდესაც ისი არ ასწავლე, როგორც ამას მოციქულები აქ ადაგებდნენ და ასწავლიდნენ. არ გვე ყველაფერს. ეხლა იბადება მეორე კითხვა. აი ბატონო, მაგრამ რომელია სწორი სარწმუნოება? დღეს ჩვენ ვიცით რომ არაქრისტიანულზე აღარ ვლაპარაკობ. ანუ ისინი ვინც იესო ქრისტეს მერთობას უარყოფენ, ქრისტეს მესიანურობას უარყოფენ და ამით გმობენ იესო ქრისტეს როგორც განკაცებულ ხორჩესხმულ ღმერთს ჩამოსულ დედამიწაზე. იესო ქრისტე მათ შესახებ ამბობს, ვინც მე მაღიარებს კაცთა წინაშე, მეც ვაღიარებ მას მამისა და ანგელოზების წინაშე, ვინც მე უარყოს, მეც უარყოფ მას მამისა და ანგელოზების წინაშე. ანუ ის სარწმუნოებები, რომლებიც ქრისტეს უარყოფენ, მუსულმანობა, იუდაიზმი, წარმართობა, მათ უკვე გამოუტანეს განაჩენის საკუთარ თავს. მათ ქრისტე აქ უარყვეს და ქრისტე იძახის, მეც მათ უარყოფ, როცა ისინი მამის წინაშე დადგებიან. ეხლა საქმე ეხება ქრისტიანულს მიმდინარეობებს. დღეს და რომელია მათ შორის სწორი? იბადება კითხვა. დღეს სოფლიოში არის დაახლოებით 350-მდე ქრისტიანული მიმდინარეობა. მართლმადიდებლობა, კათოლიკობა, ლათინოპაპიზმი, მონოფიზიტობა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ამ 350-დან რომელია მართალი? ჩვენ ვიძახით რომ მართლმადიდებლობა, პაპისტები იძახიან რომ ლათინოპაპიზმი ანუ კათოლიკობა, იაჰოველები იძახიან ჩვენ ვართ მართლები, 50-იანები თავის თავს აძლევენ უპირატესობას და ასე შემდეგ. აი განვიხილოთ ახლა წმინდა წერილის ფონზე სახარების შუქზე რომელია სწორი რა წერია სახარებაში. ჯერ პირველი იესო ქრისტე ეუბნება მოციქულებს. პეტრე შენ ახარ კლდე. კლდესამაზე და აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭერი ჯოჯოხეთისანი ვერ არეოდიან მას. ანუ იესო ქრისტე პირდაპირ ეუბნება მოციქულებს. მე ვარსებ ეკლესიას თქვენზე, ეს მარტო პეტრეს არ ეხება ყველა. სახარებაში, როდესაც ქრისტე ვიღაცას მიმართავს, ეს საზოგადოდ ეხება მთელ კაცობრიობას. ეუბნება მოციქულებს ამჯერად. მე ვარსებ ჩემს სარწმუნოებას, ჩემ ეკლესიას და მას ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევენ, ანუ იგი მეორედ მოსვლამდე იარსებებს. ანუ ჭეშმარიტი ეკლესიისათვის დამახასიათებელი თვისება იესო ქრისტეს სიტყვებიდან გამომდინარე ყოფილა მისი მომდინარეობა მოციქულთა დროიდან, ქრისტეს დროიდან და უწყვეტი არსებობა დღევანდელ დღემდე, ვიდრე მეორედ მოსვლამდე. ანუ ჭეშმარიტია ის ეკლესია, რომელიც სათავეს იღებს მოციქულთა დროიდან და უწყვეტად არსებობს დღევანდელ დღემდე. ეხლა ვნახოთ